ჩემო ზუგდიდელებო, საარჩევნო კამპანია დავასრულეთ. ჩვენ ამ ხნის განმავლობაში 140-მდე სხვადასხვა სახის შეხვედრა გავამართეთ. ბოლო თვენახევრის განმავლობაში შევხვდით 20,000-მდე მოქალაქეს. თქვენთან გამართულ შეხვედრებზე დასახელებული საჭიროებების მოგვარება იქნება ჩვენი მუშაობის მთავარი პრიორიტეტი. მე მოვდივარ კონკრეტული გეგმით, უკეთესი ზუგდიდისთვის. ჩვენი ახალგაზრდული გუნდისთვის მთავარი იქნება თქვენთან მუდმივი თანამშრომლობა და არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე ერთობლივი მუშაობა. ჩვენ ერთად კიდევ უფრო მეტად განვავითარებთ ზუგდიდს. ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, განათლების ხელშეწყობა, მწვანე სივრცეების შექმნა, სპორტის, კულტურის სფეროების განვითარება, სოციალური და ჯანდაცვის მუნიციპალური პროექტების გაძლიერება, დევნილებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მოქალაქეებისთვის სახლების მშენებლობა. ეს იქნება ჩვენი მთავარი საზრუნავი. ჩვენ ზუგდიდს გავხდით ქალაქს, რომელიც ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ იამაყებს შემოქმედებითი მიღწევებით, მასშტაბური ღონისძიებებითა და ტურისტული მიზიდულობის ახალი და განახლებული ცენტრებით. ჩვენ გავზრდით ახალგაზრდების მონაწილეობას მუნიციპალურ პროცესებში. კიდევ უფრო მეტად გაიზრდება მოქალაქეების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების ნაწილში. ჩვენი ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესია ანაკლიის სპორტის მიმდინარე პროექტი, რომელიც მოგცემს მეტ ეკონომიკურ შესაძლებლობას, შემოიტანს მუნიციპალიტეტში დოვლათს, ახალ სამუშაო ადგილებს, რაც ახალი განვითარების გარანტი იქნება. ზუგდიდს აქვს განსაკუთრებული ისტორიული როლი. ჩვენ ხიდი ვართ ოკუპირებულ აფხაზეთთან. ეს მუნიციპალიტეტი იქნება ყველასგან განსხვავებული, წარმატებული და განვითარებული. სამთავრობო გუნდის დიდი მხარდაჭერით ამ გზას აუცილებლად ერთად გავივლით. ჩვენ ვიქნებით გამჭვირვალე, კეთილსინდისიერი, საჭიროებებზე დროული რეაგირების მქონე გუნდი, რომლისთვისაც მთავარი საზრუნავი ზუგდიდი და ზუგდიდელები იქნებიან. ამ გზაზე მთავარი ხართ თქვენ და თქვენი მხარდაჭერა მომცემს მანდატს ერთად დაუღალავად ვიშრომოთ ჩვენი ქალაქისთვის. ჯერ არჩევნებში თქვენი მხარდაჭერის გვერდებით თქვენს დობას საქმით გავამართლებ. მშვიდობა საქართველოს, მეტი განვითარება ზუგდიდს.